სტუმრების გამოცხადებისას ჩვეულებრივ სტუდიაში დამსწრებს ასე მიმართავ ხოლმე. გთხოვთ მივესალმოთ და ამ შემთხვევაში გეტყვით, გირჩევთ მივესალმოთ, ჩვენი სტუმრები არიან ევროპაში ყველას მომრევები ილია სულამანიძე და გიორგი სარდალაშვილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სტუმრები არიან ოქროს ბიჭები. მინდა მოგილოცოთ ეს უზარმაზარი გამარჯვება პირადად თქვენ, თქვენს გუნდს, მთელს ნაკრებს, ფედერაციას და მთელ საქართველოს ეს საოცარი გამარჯვება. გაიხარეთ, დიდი მადლობა ამ საოცარი სიხარულის მონიჭებისთვის. ყველას სახელით გეუბნებით, გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა რაღაცნაირი არ გეწყინოთ ახლა ბიჭებო, მაგრამ ძალიან ხარბები მგონი ხართ მე თქვენ რა, იმიტომ რომ ამდენი ოქრო, ამდენი ვერცხლი, ამდენი ბრინჯაო არ მოგბეზდათ ამის მოგროვება. ილია, შენ ჭიდაობ 100 კილოგრამში. გიორგი, შენ 60. ხო, მე კიდევ აბსოლუტურში ვთამადობ. აბსოლუტურ კატეგორიაში არ არსებობს ჩემთვის რამე შეფერხება. ძლიერი ხარ. აგე რა, ამიკო და მე მოწმება. ერთი პირადი კითხვა მაქვს შენთან, გიორგი. აი, როდესაც აი გამარჯვებას მიაღწიე, ხელებით, უпроსორეთ, თითებით რაღაცა ლამაზი ასობგერა გამოხატე, თუ სწორად მახსოვს, აიყო, ხო? კი, აიყო. აი, როგორი იყო ერთი რო გაჩვენო, როგორი? ესე. თუ საიდუმლო არ არის, შეგიძლია გითხრა, ვის მიუძღვენი ეს გამარჯვება და ვისი აიყო ინიციალები? ჩემი იყო. ამიკო. ამიკო, ანუ რაღაცა მეცეჭი მეპარება. მე კი მგონია რომ ანანო იყო. ორი ინფორმაცია მაქვს. კი ბატონო, კი ბატონო და ამდენი ხანია განანო გიძახი. კი ბატონო და ბევრმა უკვე იცის, ბევრმა შეიძლება არ იცის რომ ჩვენი ანანო სამხარაძე და გიორგი სარდალაშვილი შეყვარებულები არიან. და ეს ასობგერაც ანანოს ეძღვნებოდა თავისთავად და ეს გამარჯვებას. ყოჩა ანანო. ყოჩა სარდალა. ისე ეს ოქროს მედალი გასაგებია და რამე ოქროს ბეჭედიც ხომ არ რადგან ესე კარგად გამოხატავ ესე იგი შენს ემოციებს და ესე ლათინურ ასოებს კარგად წერ. ხომ არ შეგიძლია მე მასწავლო როგორ შეიძლება დავწერო ლათინურად v ესე მაგრამ ესე შეიძლება ვერ დაინახოს აი ესეც ხო შეიძლება v ჩემო ამიკო v ვალი ეგრა d დამიბრუნე არა d დაივიწყე ნუ რა დღეში ხარ რა დღეში ვარ ხვდებით ალბათ ისე ევროპის ჩემპიონატის მოგება უფრო გაგიჭირდა თუ ანანოს გულის? ანანოს გულის. ოჩა ანანო კიდევ ერთხელ. ისე საინტერესო არის როგორ გამოუწყდი ამიკოს სიყვარულში. ალბათ ფანჯრის ხომოდი ჩემი მომას კიდევ დაიმისვენ დაივიწყე. ოხჩი. ისე გიორგი მართლა არაფერი შენ თავს ვიცავ. მართლა არაფერი. უბრალოდ ყავა დავli. ჩემო გიორგი, ისე მართლა მაინტერესებს როგორ გამოუწყდი ანანოს სიყვარულში. ფანჯრის წინ შენ დამარცხებული მეტოქეებისგან მიყვარ ხარ ხომ არ დააწერე რა. არ იყო ცუდი იდეა, ხო? კი ბატონო და რა მაინტერესებს ახლა ახლა გულწრფელად უნდა მიპასუხო. აი ანანოსთან სიყვარულმა რა გასწავლა? რა შეგძინა შეიძლება ითქვას? სიყვარული რა თქმა უნდა და სითბო.
აჰა, ძალიან კარგი. იმერული კილო. ბატონო? იმერული კილო. პლუს ხო? რა ჩემს კარგია მე ხა იმერელი ვარ და რაღაც არ მიხარია ხო? ვფიქრობდი მეთქი მე ავკიდე თქო, მაგრამ თურმე სხვა ვინმე ყოფილა მე. მიზეზი სულ სხვა ყოფილა. რა მაინტერესებს იცი, ანუ რამდენი გაფრთხილება, ანუ რამდენი შიდო გაქვს მიცემული? მე მგონია. კი, რაღაცა ისე. არა, გადარჩენილები ვართ. რამდენზე იხსნება ეს საინტერესო. გონი პირველებზე. პირველებზე მოვიხსნები, მაგრამ არ მაქვს ჯერ. ის ახლა რა მაინტერესებს, ჯერ ოლიმპიადის მოგებას აპირებ თუ ქორწილის გადახდას? ჯერ ქორწილი. ჯერ ქორწილია, ხო და თამადა როსაძებარი არ გეყოლება ხომ იცი? მან რომელ ოლიმპიადაზეა საუბარი, უნდა დაკონკრეტდეს. რომელ ბევრი ოლიმპიადა. გასაგებია ხო, ესე პირველი ოლიმპიადა, ესე იგი ერთი ოლიმპიადა აქვს მოსაგები. რამდენ ხანში ახლეს პირველი ოლიმპიადა? წელიწადში ერთხელა. არა, ეგ ვიცი, მაგრამ ეხლა როდის უწევს? 28-ში, 3 ხო, ამდენი ხანი ვერ დაგელოდებით. დაწერილი მაქვს, კაცო, თამადობის გრაფიკი ეგრე კი არა. ბოტიში. ფასოდ თუ როგორ? თქვენთვის უფასოდ რაღა თქმა უნდა, ოქროც შეგიძლია გადამიხადო. არ მაქვსო ვერ მეტყვი. ეხლა გადავიდეთ ჩვენს ილიაზე. ბევრმა უკვე კარგად იცი და მოიარა სოციალური ქსელები შენმა სხვადასხვა ვიდეოებმა, არასპორტულმა ესე ვთქვა და ხელოვნებისადმი შენი მიდრეკილება საქვეყნოდ არის ცნობილი და ძალიან გვახარებს ეს ამბავი. ესე იგი უკრავ გიტარაზე, უკულელეზე, პიანინოზე, ვიოლინოზე დაიწყე მე მგონი სწავლა, სალამურზე, ფანდური ვთქვი უკვე და ჭიდაობას რო დაასრულებ, მე საკუთარი ბენდის გაკეთებას ხო არ აპირებ. ნუ სხვათა შორის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ეხლა ვინც მოინდომებს ხოლმე ნაკრებში, ყველას ვასწავლებ სარდალამაც ცოტა დაიწყო ლაშასაც ეხა ბექაურს. კარგად იცის და ნუ ჩვენი ბენდი ყავს ესე ვთქვათ რა. ამათან კონკურენციის გაწევა ცოტა ვერ იქნება ადგილი. ოლიმპიური ბენდი. ოლიმპიური ბენდი. კი, სახელს კი მოუგონებთ. აუ, ძალიან საინტერესო. მაგარი იდეა სხვათა შორის. ფედერაციასთან არსებული. ძიუდოს ფედერაციასთან არსებული, ძიუდოს ფედერაციასთან არსებული ბენდი, მოდით და მოიწონეთ სხვა გზა არ გაქვთ. აშტა ვოკალური ანსამბლი. რა მაინტერესებს ის სიმღერა რომ არის ცნობილი, ჭიდაობას რა უნდა, ფეხის გამოკვრა უნდა. როგორ გონიათ ეგ პოეტის დაწერილია თუ ჭიდაობის მწვრთნელის? აი ეს სიტყვები, ჭიდაობას რა უნდა, ფეხის გამოკვრა. აშკარად არა მოჭიდავის დაწერილი, იმიტომ რომ მარტო ეგ არ არის ხო, ფეხის გამოკვრა. ხდება იმას რაც ხო, თან რა უნდა, ხო, რა უნდა. თუ რა უნდა მიდი და აბა იჭიდავე. გაიხარეთ, გენაცვალეთ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ბოლოს მინდა გთხოვოთ, აქედან ისე ვერ გაგიშვებთ, ერთად რომ არ იჭიდაოთ კი არა და ერთად რომ არ იმღეროთ, ან რა ვიცი, იქნება სიმღერა ვიცი რომ ძალიან გიყვარს და აკვრა ძალიან გიყვარს და რამის შესრულება ხომ არ შეგიძლია. არ სიმღერით ვარა, მაგრამ რაღაცა დასრულების ესე ამბავს შეიძლება რამის შესრულება. შენი სიმღერით რომ დავასრულოთ, გადაცემა? ვირფასო მეგობრებო, ჩემს შოუში უპრეცედენტო შემთხვევა, ჩემი სტუმრები იყვნენ გიორგი სარდალაშვილი, ხოლო მუსიკალურად ჩვენს გადაცემას დაასრულებს ბენდი ილია სულამანიძეს ხელმძღვანელობით.